9 თვიანი პატიმრობის შემდეგ ასე შეხვდნენ მოქალაქეები 22 წლის თედო აბრამოვის გათავისუფლებას. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპული აქციების მონაწილე უდანაშაულოდ სცნო და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარე 8 თვის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდას ნარკოტიკის სინამდვილეში პოლიციელებმა ჩაუდეს. მას ამით აქციებზე აქტიურობის გამო სამაგალითოდ სჯიდნენ. თედო აბრამოვის ბრალი არასოდეს უღიარებია. მოულოდნელი თავისუფლება სულ ყველას. გავიმარჯვეთ ხალხო, გავიმარჯვეთ! გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მან ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფ სინდისის პატიმრებს მიმართა. თანამებრძოლებს დაჰპირდა, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ყველა მათგანი თავისუფალი არ იქნება. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ სულ ყველას. მეგობრებო, აქ ვინებიც ხართ, დაიმახსოვრეთ, ხართ ერთით მეტნი უკვე, რა მეც თქვენ დავარდა. თანამებრძოლის გათავისუფლების შესახებ მალევე გაიგეს სინდისის სხვა პატიმრებმაც. თედო აბრამოვის გათავისუფლება ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ მიულოცა. ბიჭო, მომესმინე, მალე ყველა ერთად ვიქნებით ბიჭო ისევ გარეთ. არ ინერვიულობთ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი. სასწაულები ძმაო ხდება წამებში და ჩვენ კიდე ყოველ წამს რაღაც დასაწყისს ვეძებთ და იმენა გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ. შულს დაურეკა ემიგრანტმა დედამაც, რომელიც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. მენატრები რომელია, დედა, მენატრები რომელია? საიდან გირეკავს დედა? საბერძნეთიდან, ემიგრაციაში იმყოფება. ყველა დედას უსურვება იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას მე განვიცდი ბედნიერებას ნამდვილად. როგორ მინდა ჩაგეხურონ და იცოდე. ძალიან მალე განეცადოთ, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. გავუსურვებ სიმართლე აღზრდეს და ნამდვილად გახარებულები ყოფილიყვნენ. თედო აბრამოვის გათავისუფლებიდან 2 საათში სინდისის კიდევ ერთი პატიმრის განაჩენი გამოცხადდა. ასე შეხვდნენ დავით ხომერიკის საქმეზე გადაწყვეტილებას მისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა. 26 წლის მუსიკოს სასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებასა და გამოყენებაში დასდეს ბრალი. ისთვის არის ციხეში! ისთვის! გამარკვია ისთვის ჩასვას ციხეში! ეს მუსიკოსი ბიჭი ისთვის! გამარკვია! ხმას არ ამოვიხებ! ჩემი შვილს მე თვითონ ვიტყვია. პრობლემები აქვს და დაცვა ჭირდება. არ ჭირდება ჩემ შვილს დაცვა, მაგრამ რატო უნდა იჯდეს ციხეში ისთვის? ძალა ჩვენშია და ჩვენ ამ ბავშვების ამ შვილების გვერდში ვდგავართ, დედებიც, ბიცოლებიც, მამიდებიც, მეზობლებიც, მთელი საქართველო. ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ გავიმარჯვეთ და სინათლე ყოველთვის სიბნელეზე გაიმარჯვებს. აი ამ დავით ხომერიკის საქმე, რომელშიც არც ვიდეო მტკიცებულება არსებობს და არც ნეიტრალური მოწმე, სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. ჩვენ არ ბრძოლაში რა ხანია ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო. ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა მიზნისკენ ეკლებითაა სავსე, მას თავისუფალ სამშობლომდე მივყავართ. ჩემ თითქმის 9 თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდეო მტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო, არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. გახსოვდეთ, ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს. დღეს სინდისის პატიმრების სიას დავით ხომერიკი შეემატა. თედო აბრამოვი კი გამოაკლდა. ახლა პოლიტიკური ნიშნით 63 პირი იხდის სასჯელს. აქედან 61 სისხლის სამართლის, ხოლო 2-ც ადმინისტრაციული წესით. დიდი ალბათობით აგვისტოს ბოლომდე სინდისის ყველა ტუსაღის განაჩენი გახდება ცნობილი.